ჩვენ როგორები ვიყავით, როდესაც ვიყავით ბავშვები, ყველამ გაიხსენოს თავისი ბავშვობა. რა არის ბავშვობა? ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ გულებში, რას ნიშნავდა ჩვენი ბავშვობა. ეს იყო ყველაზე სუფთა და ყველაზე წმინდა პერიოდი ჩვენი ცხოვრების. ყველაზე ლაღი პერიოდი ჩვენი ცხოვრების და ჩვენ როგორი ბავშვობაც გვახსოვს ჩვენი თავის ყველაზე საუკეთესო, აი ეს ბავშვობა გვინდა ჩვენი ბავშვებისთვისაც. ჩვენ რაც მოგონებები გვაქვს ჩვენი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები, აი ეს მოგონებები გვინდა ჩვენი ბავშვებისთვისაც. მაგრამ სამწუხარო ცხოვრება არის ასეთი, როგორიც არის და არსებობენ დაავადებები და ბავშვები, რომლებსაც აქვთ ეს დაავადებები და ძალიან ბევრია ძალიან ბევრია ასეთი ბავშვი და დიუშენი არის მათ შორის. დიუშენი არის უმძიმესი, ვინაიდან ის ნელ-ნელა აკლებს შესაძლებლობებს და ჩვენ მთელი საზოგადოება ამას უკვე უყურეთ. არავინ არ იცოდა რა იყო დიუშენი, ალბათ 3 თვის წინ. საქართველოში მარტო მშობლებმა ვიცოდით რა იყო დიუშენი და ჩვენმა ნათესავებმა. მაგრამ ჩვენ ეს გარეთ გამოვიტანეთ და საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად. ხალხი რომელსაც გული გაუსკდა ჩვენი ბავშვების გამო, ხალხი რომელიც ცრემლებად დაიღვარა, ხალხი რომელიც სიკეთეთ დაიღვარა, ადამიანობად დაიღვარა, მოვიდა ჩვენთან, ყველანაირად გვერდზე დაგვიდგა. და დღესაც ძალიან განიცდის და თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც განიცდის ამ ყველაფერს. და საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელმაც თქვა, რომ ეს ბავშვებიო, აინშტაინებიო, მაინც არ არიანო. და ხელი ჩაიქნია. საბედნიეროდ, მე ვფიქრობ, საქართველოში უმრავლესობა არის ბავშვების მხარეს. და ეს უმრავლესობა გაიმარჯვებს. აი ეს გვაძლევს ჩვენ ძალას, რომ თქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ უმრავლესობა ჩვენ მხარეზეა. არ შეიძლება, რომ უმრავლესობა არ იყოს ამ ბავშვების მხარეს. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ბავშვების საერთაშორისო დღე და ყველა ბავშვს უსურვო საუკეთესო მომავალი. ბავშვებს გაუმარ ჯობს! გაუმარ ჯობს! გაუმარ ჯობს! მშობლებო, მოწე. გიო. Kushi mego შენაცვლად? არა, მეგობრებო, არასწორია თქვენ გაგეხსოვებთ. ეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. დღევანდელ დღეს ზეიმობს არა მარტო ქართველი ხალხი, მთელი მსოფლიოს ხალხი. ეს დღე ჩვენ მოგვანიჭა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გაერო. ჩვენ ზეიმობთ დღეს. ზეიმობს მთელი მსოფლიო. ჩვენ ზეიმობთ მიუხედავად იმისა, რომ უდაწყვეტილად გეტყვით, არ მეზეიმება მე დღეს. უმძიმეს დღეში ვართ. განსაკუთრებით დიუშენით დაავადებული 100 ბავშვი, რომელიც განწირულია სიკვდილისათვის. არსებობს წამლები, არსებობს წამალი სოფლიოში. მეხვერწებიან კიდევაც წაიღეთ, იყიდეთ, მოახმარეთ, გადარჩით. მთავრობა უარს გვეუბნება. ამიტომ მე არ მეზეიმება ეს დღე. გილოცავთ ყველას. მთავრობა არ დაგვიდგა გვერდში, მაგრამ ჩვენ დაგვიდგა ზუსტად ის ახალგაზრდობა გვერდით, რომელსაც ჩვენ და მე პირადად 85 წლის მოხუცი ბავშვებს უწოდებ მათ. იბრძვიან ყოველ დღე, ყოველ წუთში, ყოველ წამში, როგორ მენაირად ეს ბავშვები გადაარჩინონ. ფულით, ვერჩი დგომით. არ დაჭერდა ყველაფერი და ყველაფერი. ახლა რომ მოვდიოდი მე, მეგობრებო, ჩქარი ნაბიჯი დაგვეწიენ. ჩემი ნიკუშა, სადაც სწავლობდა პირველ კურსზე, ცეკვის სტუდიაში და სასწრაფოდ გადმომცა კონვერტი. არ ვიცი რამდენიაში სასწრაფოდ გადმომცა კონვერტი. საერთოდ ამ ბავშვების ჩვენ სახელზე ცოტა წვლილიც რომ შეიტანოთ, მაინც კარგია. ამიტომ ყველას ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ ბავშვების გადარჩენაში, აწიც ვინც მიიღებს, ვისაც არ მიუღია იმათაც,
იმიტომ ზოგი გაჭირებულია, ზოგმა ვერ მოიცალა, ზოგს მთავრობა აშინებს. მიუხედავად ამისა ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. გამრავლდით, ბედნიერად იყავით, თავარი არის ჯანმრთელობა, სხვა ყველაფერი მეორადია ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას, ვინც კი ერთი თეთრით გაიღო. გადავცევ კახას, ეს უნდა შევიდეთ ბიუჯეტში. მშობლებს, ვისაც გაქვთ სურვილი, შემდგომ ასევე გვინდა სტუდენტებს მოგიწოდოთ, ვინც ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ ჩვენი ბავშვებისთვის და ყველას, რა ვიცი, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ თქვენ მიესალმოთ ბავშვებს დღევანდელ დღეს. პირველ რიგში მშობლები. მოდი. მოგესალმებით ხალხო. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და ბავშვებისთვის, ბავშვებს რო გვერდში უდგეხართ ყოველთვის. ძალიან დიდი საქმეა ეს ყველა. ყველასთვის დიდი საქმეა ეს. ყველა ბავშვს მოულოცავ დღევანდელ დღეს. ბავშვთა დაცვის დღეს. რომელიც სოფლიოშია ყველგან. და ყველა ულოცავს ამ ბავშვებს. გარდა ალბათ ჩვენი მთავრობისა, რომლებსაც გასქელებული აქვს ჯიბეები, ფულებით. და ერთი კაპიკი არ ჩაურიცხია არც ერთს ბავშვებისთვის. სამაგიეროდ, ნამდვილი ქართველები, ვინც ბავშვების გვერდში დგანან. ყველამ ზოგმა გაიღო 1 ლარი, ზოგმა გაიღო 1000 ლარი და უფრო მეტიც ალბათ. ბევრმა, ვისაც რა შეეძლო, ყველა დაუდგა ამ ბავშვებს. მადლობა ყველას ამ ყველაფრისთვის. კიდევ ის, რომ თუნდაც ფული არ გაიღო და მის გვერდში იდგე, ბავშვების გვერდში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვები გრძნობენ თქვენ თანადგომას. და ეს არის ნამდვილი ადამიანობა. და არასდროს არ დაივიწყებენ ისინი ამ ხალხის გვერდზე დგომას. იმიტომ რომ იმედიანად არიან ბავშვები და ძლიერდებიან თქვენი თანადგომით. ყველა ბავშვს მიულოცავ დღეს. ყველა ბავშვს, თუნდაც ჩვენი მთავრობის ბავშვებს, იმიტომ რომ იმათ არაფერი არ დაუშავებიათ, უბრალოდ მათი მშობლები აშავებენ მაგ ყველაფერს. მაგრამ მათაც მიულოცავ ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს მაგ ბავშვებს. და მშობლები მოიყვანოს ჭკუაზე, რათა დაიცვან მათმაც თავიანთი მომავალი, შვილები და მთელი ერი. იმიტომ რომ მათი ვალდებულებაა რომ დაიცვან ეს ბავშვები. მაგრამ ერთი კაციც არ გამოსულა და არ უთქვია ბავშვებისთვის არაფერი. სიტყვა დღეს, როდესაც სოფლიო საერთაშორისო ბავშვთა დაცვის დღე არის, ერთ-ერთი პარლამენტიდან ან კანცელარიიდან ან საიდანმე არ შეეძლო რომ ჩამოსულიყო და რამე ეთქვა, მაგრამ არ არიან ესენი უღირსი ხალხი ყოფილან. ყველა, აბსოლუტურად ყველა ოცნების ხალხი ყოფილან უღირსი ხალხი. იმიტომ რომ მათ ბავშვებთანაც არ შეუძლიათ სიტყვის თქმა და არამედ ხალხს ხო საერთოდ სიტყვას ვერ სცემენ და ბავშვებიც და ესე მიგდებული ყავთ დღესაც, როცა ბავშვების დღეა. დიდი მადლობა ხალხნო რა, ამ ყველაფრისთვის. ძალიან ბევრი მაქვს ამაზე ცუდის სათქმელი. და ყოველი სიტყვა შეიძლება ამაზე ცუდად ილაპარაკო, იმიტომ რომ ჩადიან ყოველთვის ცუდ აქციელს. ყოველ წუთას და ყოველ დღე. მაგრამ უკვე მე ვფიქრობ არ არის დღეს მაგის ალაპარაკო, მინდა რომ ბავშვებს მიულოცო და შვიდობა და ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა უსურვოთ. ისე რომ იცოდნენ, აუცილებლად მიეცემათ ჩვენ ბავშვებს წამალი. აუცილებლად. არ ვიცი ეს დღეს იქნება თუ ხვალ, მაგრამ უეჭველი ვპირდები ყველას, რომ ეს წამალი გამოჩნდება და ეს ბავშვები გადარჩებიან, მაგრამ მათი გაკეთებული ამდენი ხნის გაწელილი საქმე მათ აღარ ჩაეთოლებათ იმ სიკეთეში, რაც ღმერთმა მისცა მაგათ ამდენი ბავშვის გადარჩენის შანსი და არ გამოიყენეს. რა თქმა უნდა არ იყენებენ, იმიტომ რომ ესენი სიკეთეს გზას კარებს უკეტავენ ყოველთვის.
მაგრამ ღმერთი არ დატოვებს ამ ბავშვებს და ყველაფერი იქნება კარგად. როგორც უნდა ჩვენ ბავშვებს, როგორც გვინდა ჩვენ და ყველა ქართველ ადამიანს, რომელიც გვერდში უდგანან სულ ბავშვებს. ეს იქნება სოციალური ქსელით თუ გვერდში დგომით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ულოცავ ბავშვებს. ჩვენი ხელისუფლება პერიოდულად თავს იწონებს სხვადასხვა ინდექსებით. ეკონომიკური ზრდის ინდექსი, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი, ის ინდექსი და ეს ინდექსი. მე მაინტერესებს ადამიანობის ინდექსი რამდენია ამ ქვეყანაში? რამდენია ჩვენთან ადამიანობის ინდექსი? მოდი გავზომოთ და შევადაროთ. და მოდი გავზომოთ. გასაკეთებს ხელისუფლება, როდესაც მშობლები 40 დღე ბავშვების გადასარჩენად დღე და ღამე აქ დგანან და ხელისუფლება არ გამოდის საერთოდ და ბავშვებსაც არ ელაპარაკება. ეს რა დონის ინდექსია? როგორ გავზომოთ ეს ადამიანობის ინდექსი, როგორ გავზომოთ? ან ის ადამიანობის ინდექსი როგორ გავზომოთ? 26 მაისს მშობლები ბანერი რო არ შეგვატანიეს, ბავშვების გადარჩენის ბანერი რო არ შეგვატანიეს აქციაზე, იმაზე აღლუზე. რო ეროვნული ზეიმი რო გამოაცხადეს, ეროვნული ზეიმი ხო დღესასწაულია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე ბავშვების ბანერი რო არ შეგვატანიეს, ეს სად არის ადამიანობის ინდექსი? მაინტერესებს. და 3 წელი რო თქვეს, რომ ბავშვის სიცოცხლის 3 წელი ეგ არაფერიაო და მაგაზე ფულის დახარჯვა არ ღირსო, აი ეს რომელი ინდექსია? ეს ინდექსი მაინტერესებს. და საერთოდ ყველა მთავრობის წევრს სად აქვს ადამიანობის ინდექსი? ეგ მაინტერესებს. მე ჩვენ ნახეთ რამდენია ხალხის ადამიანობის ინდექსი, იმიტომ რომ ეს გაიზომა და ჩვენ მხარს გვიჭერს 100,000-ობით ადამიანი. ეს გავზომეთ უკვე ჩვენ, მაგრამ ხელისუფლების ადამიანობის ინდექსი ჯერ ვერ გავზომეთ. ეს არის ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ბავშვებმა იხალისონ სადმე კარუსელებზე წავიყვანოთ, ზოოპარკში, იმის მაგივრად დგევართ აქ და ვითხოვთ წამალს, რომელიც გვეკუთვნის კანონიერად. ოღონდ წამალი არის ძვირი, უნდა შემუშავდეს გეგმა და ამაზე არავის არ უნდა, ესე იგი, ნაბიჯების გადადგმა. 53 დღე ვართ აქ. ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი მთავრობა ვალდებულია. მაგისთვის არის არჩეული. როცა რაღაცა გასაჭირია, ჩვენ არ ვართ აქ გამოსული პოლიტიკური ლოზუნგებით. ვითხოვთ ჩვენი ბავშვებისთვის წამალს, რომელიც გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. ვალდებულია მთავრობა შეხვდეს თავის მოქალაქეებს, დაჯდეს მაგიდასთან და გამოიმუშაოს საჭირო გეგმა და საჭირო ნაბიჯები. დაუყოვნებლივ ვითხოვთ ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, ნუღარ წელავთ. ეს არის ძალიან ცუდი თქვენი საქციელი. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას კიდევ ზედმეტად აზიანებთ. წამალი დროულად მიუწოდეთ ჩვენ ბავშვებს. წამალი ბავშვებს! იეთი ბავშვებს წამალი! იეთი ბავშვებს წამალი! იეთი ბავშვებს წამალი! იეთი ბავშვებს წამალი! და ეგრეთ წოდებული მულტიდისციპლინური გუნდი ვითომ რომ შეიქმნა. შეიძლება პატარებისთვის შეიქმნა, მაგრამ ეს დაავადება პირიქით დიდ ასაკში უფრო მეტ პრობლემას იწვევს. დღეს ერთ-ერთი მშობელი იყო მისული, დაჭირდა ბავშვს მაგნიტორეზონანსული, ჯერ არ იყო დაწესებულებაში მაგის აპარატი და უთხრეს, რომ ეს არ ფინანსდება და ღირს 700 ლარი. ანუ არ არის ისეთი თანხა პატარა, რომ მშობელს შეეძლოს, ესე იგი, ესეც ბოლომდე არ აქვს მოგვარებული. 53 დღის განმავლობაში
ჯერ ესე იგი დაანონსეს და ესეც ბოლომდე არ მიიყვანეს. ხო შეიძლება ეს მაინც რო გააკეთოთ, ბოლომდე რომ მივიდეს ის ავანტყოფი ბავშვი და მიიღოს ის კვლევები, რაც საჭიროა და რაც ეკუთვნის. ისედაც დამძიმებული აქვს ამ 18+ ბავშვის მდგომარეობა ძალიან. მეგობრებო, ჩვენ ხარში დაგვიდგა ძალიან დიდი საზოგადოების დიდი ნაწილი და განსაკუთრებული გმირობა გააკეთეს სტუდენტებმა, რომლებმაც შეძლეს შეუძლებელი და მათ ძალიან ცოტა დროში მოაგროვეს იმდენი თანხა, 2 მილიონ ლარზე მეტი არის უკვე ჩვენთან მოგროვებული თანხა, ჩვენთან გადმორიცხული თანხა. რაც წარმოუდგენელია დღეს საქართველოში ასე მოკლე დროში ვინმე ამის გაკეთება რო შეძლებოდა, ეს შეძლეს სტუდენტებმა. ეს რას ნიშნავს ჩვენთვის? ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ მართალია ჩვენ ამ თანხით წამალს ვერ ვიყიდით, მაგრამ ყველა ბავშვისთვის ეს ნიშნავს საჭირო დახმარების საშუალებას. ეს არის ადაპტირებული ეტლები. ეს არის სპეციფიური სასუნთქი აპარატები, რომლებიც ჭირდება ჩვენ ბავშვებს და სამწუხაროდ ამის საჭიროებაც არსებობს ხოლმე. ეს არის სპეციალური საწოლები, ეს არის სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც ჯერჯერობით არ გვყავს და ძალიან ბევრი სხვა საშუალებები. ჩვენ ასევე ამ თანხით პირდაპირ ფინანსური დახმარებას გავუწევთ ამ კვირის განმავლობაში იმ ბავშვებს, რომლებიც არიან სასუნთქ აპარატებზე და რომლებსაც აქვთ თანხლები, ძიმე გენეტიკური დაავადება. იცით ეს თანხა რას ნიშნავს, ეხლა რაც ჩვენ გვაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბავშვი ჩვენთან უკვე არის, აი ამ გართულებების შემთხვევაში არის დაცული, მას ექნება ძალიან მოკლე ვადაში ექნება ყველაფერი, მას ექნება სასუნთქი აპარატიც, მას ექნება ადაპტირებული საშუალებაც, მას ექნება ოპერაციის ფულიც და ყველა მას ექნება ამწე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ეხლა თქვენი ძალისხმევით, ხალხო, თქვენი დახმარებით, ყველა ბავშვი ამ წუთში ამ კუთხით არის დაცული. იმიტომ რომ თავი კუთხი აქვს უკვე, თავი კუთხი გვაქვს მშობლებს, ოჯახებს, ბავშვებს, ვიცით რომ როცა დაგჭირდება, მაშინ ვიყიდით, რაც დაგჭირდება. ოპერაცია დაგჭირდება, დავაფინანსებთ ოპერაციას. ბავშვის წაყვანა დაგჭირდება, წავიყვანთ სადაც გვინდა ამ ბავშვს. ანუ ეს ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს გავაკეთოთ. მაგრამ თავარი რაც გვჭირდება, ეს არის წამალი. წამალს ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ სხვა გზა, წამლის მიღების სხვა გზა არ არსებობს. სახელმწიფომ უნდა შემოგვიტანოს ეს წამალი და მან უნდა დაამყაროს კომუნიკაცია ამ კომპანიებთან. ამიტომ ჩვენ ცხადია ჩვენ არ გავჩერდებით. მე არ ვიცი რისი იმედია და ან რას ფიქრობენ. შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ მშობლები დაიღლებიან, საზოგადოებაც მიეჩვევა. ანუ მე მგონი ამისი იმედი აქვს, რომ საზოგადოება მიეჩვევა ჩვენი ბავშვების მდგომარეობას. და გაჩერდება ბოლო-ბოლო იტყვის, რომ აი ეს 100 ბავშვი რას გადაგვაყოლეთ ამ 100 ბავშვზე კაცო, ბოლო-ბოლო რა არის. აი ამას ფიქრობს ალბათ, როგორც თვითონ მიეჩვია ხელისუფლება ჩვენი ბავშვების მდგომარეობას, ასე ფიქრობს, რომ საზოგადოებაც მიეჩვევა ჩვენი ბავშვების მდგომარეობას. მე მგონი ამისი იმედი აქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ისე როგორც ჩვენ არ მივეჩვევით მშობლები ჩვენი ბავშვების მდგომარეობას, ასევე ჩვენო მეგობრებო, ჩვენო საყვარელო ხალხო, თქვენ არ მიეჩვევით ჩვენი ბავშვების მდგომარეობას და ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ წამალი არ შემოვა. ამიტომ თქვენაც გაქვთ რაღაც თუნდაც 1% იმის ვარაუდი, რომ მდგომარეობა იქნება ისე როგორც არის დღეს და ჩვენ ამას შევეგუებთ. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე სტუდენტებს, რომლებმაც წარმოუდგენელი საქმე გააკეთეს და მინდა მათ მოუწოდო, რომ მოდით მიკროფონთან და გვითხარით. მოულოცეთ ბავშვებს. სტუდენტები, კი, მოდით. ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს გარკვეული სურპრიზები, ჩვენ ასევე მუსიკალური პროგრამაც გვაქვს და ასე რომ ყველაფერი ჯერ წინ არის თავარი ნაწილი. კარგი, სტუდენტები, ვინ გამოვა? ხატვირობენ.
ესე იგი, ასეთი რაღაცა მოხდა, რომ როდესაც სტუდენტებმა ასეთი კოლოსალური წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთეს, შურითა და ბოღმით დაღმავებული ხალხი დაждდა და იფიქრა, რა გავაკეთოთ, რა უპასუხო ჩვენ ამ სიკეთეს, აი რა პასუხი გავცეთ ამ სიკეთეს და ბოლოს გამოვიდა ერთ-ერთი პროპაგანდისტი და თქვა, რომ ეს არის მშობლების და ბავშვების დაცინვა. რომ ეს რაც გააკეთეს, თურმე ეს არის მათი დაცინვა და ემსახურება რაღაც სხვა ინტერესებს. ანუ ქართულმა, არ ვიცი ეს ქართული ოცნების ოფიციალური იდეოლოგია თუ რა არის, არ ვიცი, რომლის თანახმადაც სიკეთე, მართ ცალკე აღებული სიკეთე არ არსებობს. მე მგონი ასე გონიათ და ასე ჯერათ, რომ სიკეთე ამ სამყაროში არ არსებობს, ასე გონიათ მე მგონი. რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ინტერესი და ზუსტად ეს ჩადეს 2 წლის წინ ის კანონი რომ მიიღეს და დახმარებას ინტერესი დაარქვეს ხალხო. ვინც გვეხმარება, ჩვენი დასავლელი, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ყველაფერს ინტერესი დაარქვეს და თურმე ჩვენ რო დახმარებას ვაძლევთ ერთმანეთს, თურმე ჩვენ გვაქვს ყველას აქვს თავისი ინტერესი, იმას ვინც ეხმარება მეორე ადამიანს აქვს თავისი ინტერესი. და სიტყვა დახმარება შეცვალეთ სიტყვის ინტერესი. და თურმე მე რო წამალი მომცეს ვინმე, მე გავხდები ვიღაცის ინტერესის გამტარებელი. ეხლა ვიღაც უცხოეთის ორგანიზაციამ, ან უცხოურმა დონორმა, მე რომ წამლის ფული გადამიხადოს, მე უნდა დავრეგისტრირდე როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. აი ასეთი კანონი გვაქვს დღეს მიღებული. მოკლედ, ჩვენ ვითხოვთ წამალს. ეს წამალი უნდა მივიღოთ. და ამას მოვითხოვთ დღეს, ხვალზე და ყოველ დღე და ყოველ ღამე. აბა ერთად დავიძახოთ ბავშვები. წამალი ბავშვები. მიეჩი წამალი ბავშვები. მალე. მიეჩი ბავშვებს წამალი. მალე. მიეჩი წამალს ბავშვებს. მალე. მალე. მიეჩი ბავშვებს წამალი. მალე. მალე. მიეჩი ბავშვებს წამალი. 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 მალე. კარგი, სტუდენტი, აბა სტუდენტები ვინახოთ, მოდით. სტუდენტები, მოდით. მოგესალმებით. მე ვარ ილიას, სტუდენტური მოძრაობა დაიცალე ილიაუნის წევრი. პირველ რიგში გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მიმაჩნია, რომ როცა საუბარი არის ბავშვთა უფლებების დაცვაზე, პირველ რიგში საუბარი არის ამ ხალხზე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებზე და იმ ხალხზე, ვინც ამ ბავშვებს იცავს. როცა ვიღაცები გამოდიან და საუბრობენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე, თუმცა ისინი ჩვენს გვერდით არ დგანან, არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს და არ ითხოვენ ქართული ოცნებისგან ამ ბავშვებისთვის წამალს, ეს მგონია უბრალოდ თვალთვალისობა და არასწორი საქციელი. აქ ასევე ახსენეს სიკეთე და სიკეთეზე საუბარი. ის რაც მოხდა რამდენიმე დღის უკან, იყო უპრეცედენტო სიკეთის გამოვლინება და არცუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ქართულ ხალხს გვიყვარს და შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე. იმიტომ რომ ჩვენს მოძრაობაში იყო დაახლოებით 100 სტუდენტამდე. მარათონის შემდეგ შემოგვიერთდა დაახლოებით 130 სტუდენტი. ჯერ არ შემოგვიერთდა, მაგრამ აპლიკაციაში ავსო 130 სტუდენტმა. გარდა ამისა, თანხის ჩარიცხვებით დაახლოებით, ჯერ არ გვაქვს ამონაწერი, იმიტომ რომ 3000 გვერდზე არის საუბარი, მაგრამ ვიცით ერთ გვერდზე რამდენი ტრანზაქცია ეტევა. საუბარი არის 100,000 ადამიანზე 100,000-ზე მეტ ჩარიცხვაზე. ანუ 3 დღეში 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მხოლოდ დაიცავი ილიაუნის ჩაურიცხა თანხა, რომ ამ ბავშვებისთვის საჭიროებრივი ამ ბავშვებისთვის დაგვეფინანსებინა ყოველდღიური საჭიროებები.
გარდა ამისა, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვა ორგანიზაციების, სხვა მოძრაობების თუ უბრალოდ ბიზნესების კამპანიებში და ასე შეეტანა თავისი წვლილი. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ყველა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა თანახმაა, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან ფული გამოიყოს წამლებისთვის. არასწორი მგონია და სრული შეურაცხყოფა მგონია ის, რაც ილაპარაკა კობახიძემ, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა შეიძლება უარი ვთქვათ ჩვენივე ფულის ასეთი რამისთვის დასახარჯად. მან ჩათვალა, რომ ბავშვების მომავალი ჩვენთვის, ჩვენს კეთილდღეობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ამის საწინააღმდეგო ძალიან მარტივად დავამტკიცებთ. ასევე მინდა ვახსენო ბოლოს ის, რომ დაიცავი ელეონის სტუდენტები და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობთ და ერთად ვიბრძვით, ბოლომდე დაუდგებით ამ ხალხს გვერდში, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი უმცროსი მეგობრებისთვის წამალი მოვიპოვოთ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა არის ამ ბავშვების და ჩვენ ერთსულოვნად თანახმა ვართ, რომ წამლის ფული გამოიყოს ბიუჯეტიდან. მადლობა სტუდენტები! მადლობა! 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 ლადო ხوار მოდი. მოდი. მიდი რადო, მიდი. ლადო. ეთში ზოგადად ემოციური აღდგომა და ახსნი საუბარი იმ საკითხებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, როდესაც ზეიმოთ მაგდადაცი დღეს უნდა ვიცოდეთ თუ ქვეყანაში რა ხდება და როგორი მდგომარეობა არის. ზოგიერთ ბავშვს საკუთარი მშობელი ენატრება, იმიტომ რომ მშობელი ემიგრაციაშია დასული და მაგის შვილისთვის, საკუთარი შვილისთვის იქ ზრუნავს. ბევრ ბავშვს სამწუხაროდ საჭმელზე ფიქრი უწევდა ყოველ დღეს და ღამეს სიმშილობაში და ასეთ მდგომარეობაში ათინებენ. ბევრი ბავშვი ითხოვს წამალს, რომელთვისაც ეს წამალი მათი სასაზღვრო მნიშვნელოვანია და სასაზღვრო შენარჩუნებისთვის საუცილებელია. რთულია, როდესაც გვინდა ვიზიემოდეთ და ვხედავთ ამ რეალობას და უნდა ვიყოთ ისეთი ხალხი, ისეთი ადამიანები უნდა ვიყოთ, როდესაც მსგავს რაღაცის კუთხით უნდა ვერთიანდებოდეთ და საგვედროს იმის შესაძლებლობა რომ ბავშვებს გავუხაროთ გულები. ძალიან ემოციური ბოდიშლო ნერვიულო და მოვადიეთ. ხო, და ხელისუფლება ზოგიერთ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ის ახალგაზრდები, ვის დღეს ქვეყანას ყავს, ყველა ადამიანი, ყველა ბავშვის მომავალზე უნდა ფიქრობდეს. ძალიან ემოციურია და მადლობელი ვარ, რომ ის მეგობრები, ვინც მე მყავს გარშემო, როგორც ილიაში, ისე თესეულში და სხვა უნივერსიტეტებში, ამდენი წლის მერე ამ საქმის გაკეთების შემდეგ, რაც ბავშვებს სირეთით დავეხმარეთ საქართველოს გაერთიანები და იმ ხალხის გაერთიანები, რომელმაც ამ მნიშვნელოვან კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, პირველად დავინახეთ ერთმანეთის თვალში სიხარული და იმ ბავშვების თვალში სიხარული, რომლებიც უკვე 40 დღეზე მეტია წამალს ითხოვენ და მე მიმაჩნია ჩემ მეგობრებთან ერთად და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც დღეს ფიქრობს, რომ ბავშვებს აუცილებლად ჭირდება წამალი, ამ მიზანს მივიყვანთ ბოლომდე და ბავშვები აუცილებლად მიიღებენ წამალს. წამალი ბავშვებს და ბოდიშით ნერვიულო და მოუყარი ფიქრობს ის დასწრება მეკობრებად. მადლობა და გამარჯვება ბავშვებს. გადაგიგებთ. მეგობრებო, მე ვფიქრობდი, რომ თუ არსებობს სამყაროს დიდი აფეთქების თეორია, შეიძლება ასევე არსებობდეს სიკეთის აფეთქების თეორიაც და რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ სიკეთე აფეთქდეს. და ზუსტად ასეთი რამე მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. და ჩვენ თვალწინ მოხდა სიკეთის აფეთქება. 100,000 ადამიანმა თავისი ჯიბიდან პენსიის ფული, ხელფასის ფული, ის რომელიც კომუნალურებისთვის ჰქონდა შენახული და ინახავი ვიცით საქართველოში, ჩვენ ხო ვიცით, რომ ქართული ოცნება კი იძახის, რომ ავშენდითო და ავყავდითო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით საქართველოში 100,000 ადამიანს როგორ უჭირს, რომ 100,000 დალხენილი ადამიანი რო არ ავყავს, ხო ვიცით. ის ხო ვიცით, რომ აქ პენსიონერები რომ მოდიან და თავის პენსიის ფულს ხელზე რო გვაძლევენ, პირდაპირ მოდიან და გვეუბნებიან, ხალხო ჩარიცხო, არ ვიციო და აგერ ხელზე მოგცეთ, აქ დავტოვებ შოღრას, სკამზე დადო და ისე წავიდა. არც სახელი უთქვია, არც გვარი უთქვია,
დადო ფული და წავიდა. თავისი პენსიის ფული დადო. შუაზე გაჭრა თავისი პენსია და ნახევარი დადო აქ. და რა შეიძლება და მოხდარიყო ისეთი რომ ასეთი სიკეთის აფეთქება გვენახა და მოხდა ასეთი რამე 100,000 ადამიანმა. თავისი სიკეთე გაუწია ჩვენ ბავშვებს და ხელისუფლებას უთხრა ასეთი რამე რომ შენ რო არ აკეთებ მაგას შენ ხელისუფალი ჩვენ ადამიანები ჩვენ გიპირისპირდებით შენ და იმას შენ გასაკეთებელს ჩვენ ვაკეთებთ შენს გასაკეთებელ სიკეთეს ჩვენ ვაკეთებთ შენ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ ნაწილობრივ მაინც ხო ვაკეთებთ და ეს იყო სიკეთის აფეთქება და ეს იყო სოლიდარობის აფეთქება და ეს იყო პასუხისმგებლობის არ ვიცი რა შეიძლება ეთქო ყველაფერი ერთად და ალბათ უფალმა ღმერთმა ალბათ ინება რომ ეს მომხდარიყო იმიტომ რომ სხვა ჩემთვის წარმოუდგენელი ანუ ძალიან ძნელი იყო რა შეიძლება და მომხდარიყო ამ ქვეყანაში რაც გამოიწვევდა სიკეთის ასეთ აფეთქებას და მართლაც მოხდა ასეთი რამე ეხლა ნინო ხათამაძეს მინდა სიტყვა გადავსი მოგესალმებით. მართლაც რთულია. ყოველ გამოსვლაზე განსაკუთრებული ემოცია მაქვს და ყოველთვის ხელავ. რადგან ეს საკითხი ნამდვილად არ არის სახუმარო და ძალიან ემპათიურია და ძალიან გრძნობიარეა. ყველა ბავშვი ლოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბავშვები არიან მთელი კაცობრიობის ნათელი მომავალი. ცხოვრების აზრი, საზრისები არიან ისინი ამ ცხოვრების. და ამაზე ძვირფასები ვინ უნდა იყვნენ და ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ თითოეული ბავშვი გადაარჩინოს. ამ ბავშვებს აქვთ ბავშვები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით. ამიტომ ეს ბავშვებმა ამ ბავშვებმა კი არ უნდა მოითხოვონ, კი არ უნდა ითხოვდნენ, არამედ უნდა მოითხოვონ. იმიტომ რომ ვალდებულია სახელმწიფო თითოეული ბავშვის უფლება დაიცვას. საქართველოს ადამიანი ბავშვთა უფლებების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იყო ვალდებულება რომ თითოეული ბავშვის უფლებას დაიცავდა და დღეს ჩვენ სადვართ დღეს ჩვენ ვდგავართ იუშენის კუთოვანი დისტოფიით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერ აქციაზე და ბავშვები ითხოვენ სამწუხაროდ არა ტკბილეულს არა სათამაშოს არამედ ითხოვენ წამალს წამალი რომელიც რეალურად არსებობს და ხელისუფლება იმის მაგივრად რომ დაელაპარაკოს მშობლებს და უფრო კარგად გაერკვეს იმაში, რასაც მშობლები უფრო კარგად ერკვევიან. დღეს მშობლები და ეს ბავშვები უფრო კარგად ერკვევიან ამ წამლების ეფექტიანობაში და უამრავი ქართველი ბავშვი მოუწოდებს უცხოეთიდან, რომ მათი აისახა ამ წამლის ეფექტიანობა და ისინი უფრო კარგად გრძნობენ თავს და ამათ არაფერი არ ესმით. საერთო დიაგნოზმა მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი და ჩემს თაობაზე ვიტყვი. ჩვენ დიაგნოზმა ბავშვობა დაგვაკარგინა. ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამ დღეს ცოცხალი აღარ არის. ამ ქვეყნიდან გასულია. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვერ გვპატრონობს, ვერ გვივლის. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენ დავკარგეთ ეს ბავშვობა და ბავშვობაში მიღებული ტრამვა, ტკივილი, საერთოდ მთელი ცხოვრება გაყვება. ამიტომ მე ნამდვილად არ მინდა რომ ბავშვებს ეს ტკივილი და ეს დამღა დააჩნდეთ. იმიტომ რომ დღეს არსებობს ხალხო წამალი და დღეს როცა უყურებ ამ პატარა ანგელოზებს მე ამ ბავშვებს ღიმილის ბიჭები დავარქვი. იმიტომ რომ ამ ბავშვებმა გაერთია და მთელი საზოგადოება. ახალგაზრდები ჩაერთენ ამ პროცესში და მადლობა მითხრათ, მინდა უთხრა თითოეულ ახალგაზრდას. მათ აი როგორც იტყვიან რომ მადლი ორ ადამიანში შეიძლება არსებობდეს. ერთი გამწირველია და მეორე შემწირველი. და ეს ბავშვები არიან სწორედ რომელსაც თითოეულ ადამიანს ჩვენ თითოეულს მოგცა მადლის გაღების შესაძლებლობა. აი ეს არის ყველაზე დიდი რამ და მე წინა გამოსვლებში ვთქვი რომ არ დავიღალოთ. მაშინ როცა ხელისუფლებას გონია რომ დავიღლებით არა ჩვენ მე პირადად პირობა დავდე რომ ამ ბავშვებს არასდროს არ დავტოვებ. ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ ჩემი ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება, რომელსაც ეს ტკივილი, ეს ხელისუფლების არა მხარდაჭერა საკუთარ თავზეა გადატანილი, მე ნამდვილად ვიქნები ამ ბავშვების გვერდით. ამიტომ მე მჯერა რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეული ეს ანგელოზი რომლებიც დღეს დარბის და ამ ბავშვობაში უნდათ მათ სირბილი და რატომ უნდა დაჩქარდეს მათი ეტლზე დაჯდომა თუნდაც რატომ უნდა გაუარესდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა როცა შეიძლება რომ გახანგრძლივდეს დიდხა სირბილონ ითამაშონ ფეხბურთი იცინონ იმხიაროდონ რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფრის და მინდა ვთქვა ასევე ერთხმად
მიეცი სამალი ბავშვებს. მეგობრებო, ჩვენ გვაქვს მუსიკალური პროგრამა და მე მგონი ჯობია გადავიდეთ მუსიკალურ პროგრამაზე. შესაბამისად, გვანცა ჩხეიძეს. ხომ არ ჯობია იქეთ გადავინაცვლოთ ჩვენ ყველა და მოვეწყოთ სკამებზე, გავლაგდეთ და გავაკეთოთ შუაში გავაკეთოთ ადგილი, რომ მუსიკალურ პროგრამას და ბავშვებიც გავართოთ. გადავედით ახლა იქ. გავედით.